შეინარჩუნებს თუ არა ნაციონალური მოძრაობა უმრავლესობას თბილისის საკრებულოში. ეს კითხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრმა საბურთალოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა სინაურიძემ თბილისის საკრებულო დატოვა. საკრებულოში აღარ არის ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ალექსანდრე ნიკოლაიშვილიც. გავრცელებული ინფორმაციით ახალი უმრავლესობის შესაქმნელად მუშაობენ საკრებულოს წევრები ზაზა გაბონია და ჯაბა სამუშია. რა პროგნოზი აქვს საკრებულოს წევრებს ამ საკითხთან დაკავშირებით? ნოდარ ჩაჩუა მუშაობს თემაზე და ის პირდაპირ ეთერში ისაუბრებს საკრებულოდან. ნოდარ გისმენთ. დიდ დღეს მთელი დღის განმავლობაში კეთდებოდა განცხადებები და ვრცელდებოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისის საკრებულოში უკვე დაწყებული იყო მუშაობა, იმასთან დაკავშირებით, რომ ჩამოყალიბებული იყო და ფორმირება იწყებოდა ახალი უმრავლესობისა, თუმცა ამ განცხადებებს და ამ გავრცელებული ინფორმაციებს დღეს სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა სწორედ საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკო ხაჩირიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარეობს ზეწოლები თავად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს წევრებზე, მიმდინარეობს მათი როგორც ჯირიბი პირდაპირ დაშინებები, ამის მიუხედავად ნაციონალური მოძრაობა თბილისის საკრებულოში მაინც ფლობს უმრავლესობას. დღეს ასევე ნიკო ხაჩირიშვილი გამოეხმაურა ერთ-ერთი ოპოზიციური დეპუტატის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია ასევე საკრებულო მიფიქროს ახალი თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით. ნიკო ხაჩირიშვილის განცხადებით, თუ კი ოპოზიციას სჭირდება უმრავლესობა საკრებულოში, მაშინ წარმოადგინონ კონკრეტული საკითხები, რომელსაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თუ კი ის მიუღებელი იქნება თუ კი ის მისაღები იქნება თბილისელებისთვის, მაშინ მხარს დაუჭერს. როგორც ჩანს, მათი ოცნება ყოფილა თბილისის საკრებულოში სკამების და სავარძლების გადანაწილება და არა კონკრეტული თბილისელების მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარება. მეორე ის, რომ ქალბატონმა გულიკომ ცალსახად დაადასტურა ის ფაქტი, რომ რასაც ჩვენ უკვე ამდენი თვის მანძილზე ვსაუბრობთ, რომ არის პირდაპირ და ირიბად ზეწოლა თბილისში ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებზე. მე კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო, მიუხედავად ბევრი მახინჯდი მცელობისა, სხვადასხვა ფორმით ზეწოლა, რომელიც ხორციელდება თბილისის ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებზე, არის პირდაპირი მცდელობა, როგორც ფსიქოლოგიური, ასევე პოლიტიკური. ეს ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თუ კი დაიწყებოდა ახალი უმრავლესობის ფორმირება, მაშინ უკვე გამოჩნდებოდნენ შესაბამისად თავმჯდომარეობის ახალი კანდიდატები და დღეს ერთ-ერთ კანდიდატურად სახელდებოდა ჯაბა სამუშია, რომელმაც უკვე დატოვა როგორც პარტია ქრისტიან-დემოკრატები, ასევე ფრაქციაც საკრებულოში ქრისტიან-დემოკრატები და იგი ხვალ უკვე ახალი ფრაქციის შექმნას აპირებს, თუმცა დღეს ჯაბა სამუშიამ ჩვენთან საუბარში კატეგორიულად გამორიცხა რაიმე სახის თანამდებობაზე ფიქრი, როგორც მან განაცხადა, ერთადერთი საზრუნავი მისთვის არის, რომ თბილისს დაუბრუნდეს თბილისის საკრებულო და ასევე ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გადავიდეს უმცირესობაში. დღეს თავად ჯაბა სამუშიამ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მას უკვე დაწყებული აქვს მოლაპარაკებები ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე წევრთან, რომლებიც შემდეგ უკვე საერთოდ ახალი უმრავლესობის ფორმირებაში მიიღებენ მონაწილეობას. ბუნებრივია, ეს არის უკვე დამოკიდებული ახალ პოლიტიკურ რეალობასთან, ახალ პოლიტიკურ კონიუნქტურასთან და ეს უკვე მერე იქნება განხილვის საგანი. მე თავიდანვე მინდა დავადასტურო, რომ ჩემი კანდიდატურა არც განიხილებოდა და მე ვფიქრობ, რომ მომავალშიც არ მგონია, რომ თქვათ ამ შემთხვევაში ეს იყოს ისეთი თემა, რომელზედაც საუბარი ღირდეს. ჩემთვის მთავარი არის ახალი უმრავლესობის ფორმირება და საერთოდ იმ რეალობის შექმნა, რომ თბილისელებს დაუბრუნოთ. ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა უკვე დატოვა კიდევ ერთმა წევრმა ეს ტენდენცია 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აქტიურად მიმდინარეობს. რამდენიმე წევრმა ჯერ კიდევ არჩევნების შემდეგ, რამდენიმე კვირის შემდეგ დატოვა ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა. დღეს კი უკვე ზაზა სინაურიძე ტოვებს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა. ჯერჯერობით მას საჯარო განცხადება მისი გადაწყვეტილების მიზეზებთან დაკავშირებით მეცხრე-არხთან არ გაუკეთებია და უცნობია რა გახდა ამის მიზეზი. ასევე ჯერჯერობით უცნობია თუ ვისთან აწარმოებს საკრებულოს ოპოზიცია კონსულტაციებს ნაციონალური მოძრაობის რომელ წევრებთან მიმდინარეობს კონსულტაციები და შეძლებს თუ არა 13-კაციანი ოპოზიციური ჯგუფის თბილისის საკრებულოში ახალი უმრავლესობის ფორმირებას. თბილისის საკრებულოში მიმდინარე გადაადგილებებზე ნოდარ ჩაჩუა საუბრობდა პირდაპირ ეთერში.